უკრაინაში საკადრო ცვლილებების ტალღა გრძელდება. ქვეყნის უმაღლეს მარადამ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა უკვე დაამტკიცა. ყურადღების ცენტრში თავდაცვის უწყება მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მიხაილ ფიოდოროვი გადააყენეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევგენი ხმარას დაავალა. აღსანიშნავია, რომ ფიოდოროვის გადაყენებას უკრაინაში ერთგვაროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. გადაწყვეტილებას ქვეყანაში საპროტესტო აქციებიც შეხვდნენ. მაია ავალიანი აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. მაია, გისმენთ. უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად უნდა წარუდგინოს. მანამდე კი ის თავდაცვის უწყებას მოვალეობის შემსრულებლის რანგში ჩაუდგება სათავეში. პირველი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევგენი ხმარას შორის უკვე გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც უწყების ახალი ხელმძღვანელი გაამახვილებს ყურადღებას. პრიორიტეტი კვლავ შორმანძილზე დარტყმები იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ხმარას უპრეცედენტო გამოცდილებას სპეციალური და ტექნოლოგიური ოპერაციების დაგეგმვაში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე შორმანძილზე მოქმედი დრონებით თავდასხმების კოორდინაციაში. მანამდე ხმარა სპეცდანიშნულების ცენტრ ალფას ხელმძღვანელობდა, რომელიც ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად ითვლება. 2022 წელს ის მონაწილეობდა კიევის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში, ხოლო რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ დონეცკის რეგიონში იბრძოდა. იმავე წელს ხმარა ხელმძღვანელობდა კუნძულ ზმეინის გათავისუფლების სპეცოპერაციას. ცენტრ ალფას ხელმძღვანელად ის 2023 წელს დაინიშნა. მის ნაცვლად უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე ალექსანდრ პოკლადიში ასრულებს. Обов'язки міністра оборони України буде виконувати უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ევგენ ხმარაში ასრულებს. ის ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ ალფას, რომელმაც ფრონტზე ოკუპანტების განადგურების კუთხით ყველაზე ეფექტიან შედეგებს მიაღწია. ალფა ყოველთვიური შედეგების მიხედვით სტაბილურად პირველ ადგილს იკავებს. ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შორი მოქმედების ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ხმარა უსაფრთხოების ძალების შორი მოქმედების ოპერაციებსაც გაუწევს ზედამხედველობას. ეს პრიორიტეტია. მან ზუსტად იცის, რა სჭირდება უკრაინას და ასევე შეუძლია შეინარჩუნოს კონტროლი შიდა სიტუაციაზე თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტში. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამართალდამცავ სტრუქტურებსაც. უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ივან ვიხივსკის შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინეს. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გენერალ მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა. კიევი მნიშვნელოვან სიახლეებს აანონსებს საგარეო პოლიტიკურ ფრონტზეც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ რეფორმა შეეხება უკრაინის საელჩოებსა და დიპლომატიურ კორპუსს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო უწყებას კვლავ ანდრეი სიბიჰაუ ხელმძღვანელებს. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. მისი განცხადებით, ის არ ელოდება, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილება უკრაინის სამხედრო სტრატეგიაში რაიმე არსებით ცვლილებას შეიტანს. მიხაილ ფედოროვთან კარგი სამუშაო ურთიერთობა მქონდა. წარმატებებს უსურვებდა, მისი მემკვიდრე ეჭვქარეშია ამ გზას გააგრძელებს. უკრაინული არმია ფრონტის ხაზზე ბევრად უკეთესად მოქმედებს, ვიდრე წლის დასაწყისში. დამპყრობელი არმია ძალიან ნელა მიიწევს წინ და უკრაინამ ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევა შეძლო. გარდა ამისა, უკრაინა დარტყმებს აყენებს რუსეთის სიღრმეშიც, ანადგურებს მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და სამრეწველო ბაზას. რუსეთი ყოველთვიურად 25,000-დან 35,000-მდე ჯარისკაცს კარგავს. თქვენ ახალგაზრდა რუსი კაცი ხართ და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე ფიქრობთ. შესაძლოა ამ თვეში ან მომავალ თვეში ამ 30,000 შორის იყოთ, რაც საშინელი ამბავია თავად ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის. იმის შესახებ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში მიხაილ ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტს ვერ შეინარჩუნებს, 2 დღის წინ გახდა ცნობილი. უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სერხი კორიცკის დანიშვნას. პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მინისტრებიც, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა. მიხაილ ფედოროვის გადაყენებას, რომელმაც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ სირკისთან უთანხმოების არსებობა დაადასტურა, უკრაინაში საპროტესტო აქციებიც შეხვდნენ. კიევში, ოდესაში, ლვივში, ზაპოროჟიეში, დნიპროსა და სხვა დიდ ქალაქებში შეკრებილები ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქცია კიევში დღეს დილიდან მიმდინარეობს.